ვერ გევიგე, აი, პრასია თუ ნიორია. ხო გაგასინჯე. თუ ვერ მივხვდი. აბა რა მნიშვნელობა აქვს შენ პრას შეჭავ თუ ნიორს? თუ ვერ ხვდები მაინც რა მნიშვნელობა მოვინდობე მაგითო? აბა ერთი ახლა არ გაგისინჯე. ის ცოტა ხვიტიანი მომეცი ერთი ორი. დედათან, აი ხვიტია. რატომ ჯობია პრას ნიორი? ზურა. და საგე იგონე პრასის ნიორის მხარი. მე მომისმინე ხომ მოგიყები ბაზარში ვეძებდი პრას. ხო. რამდენიმე წლის წინ და ძალიან კარგი ქალი ერთი კარგი დიასახლისე ციცი გელაშვილი და ემეთქვა ნინო რა დროს პრასია უმითხრა ეხლა უნდა გააკეთო ნიორიო და რო გავიყვირვე აი გასინჯე და მერე ვთქვათო და აი მაგიტო გეუბნები ახლა შენაც რა არის პრასია თუ მართლა კაია ხომ არის თუ გვევიდა პრასი ხომ არის არა ზურიკო პრასაც გავაკეთებ ეხლა გამზადებული მაქვს უნდა შევანელო და აბა ვნახო რა ეს არის ნიორი ადამიანო აი კი არა ხო კაია ძმარიც უხდება და ხალ გონია რომ ნიურის გემოიქნება არა იმიტომ რომ ეს როცა ახან აი ეს არის პრასი უკვე ვაწნილებთ რაფერი ჩუუწყენ ახე მე ხო მოხოვილი მიყვარს აგე ხო და რა უნდა ქნა რომ აგი არ იყოს რბილი რომ გამოდის მე ბოლოში რომ რბილი იცი რა დიდი ხანი ძმარილი უნდა იყოს ზომიერად რაც ეკუთვნის ის და არ დარბილდება ზურა რაც დრო გადის მე უფრო მჭახე აუცილებლად რა კაი ბანკაა ნახე ამას უნდა ერთი ჭიქა ძმარი გადასარ ეს არის ზუსტად საწმინულო ბანკა ხოდა კაია კაი ზურა არ შეგეშალოს მე ჭიქას მოგცემ აი ჩამისხი ამაში კარგი მეტი არა რაფერი წამწალაა აჰა და ეხლა კაია ნინო ესე იგი გადაწყდა ეგ საკითხი რომ გაზაფხულზე ჯობნებია პრას ნიურის წნილი და წნილიც და ხალიც. აი ვინაც ახლა გააკეთებს. დარწმუნდება. და თან იცი რა არის? უფრო იაფი გამოდის ვიდრე პრასი. რატო? პრასი რაც ყოველთვის ზვირია. ახლა კი ანიორი ახალ შემოსული ცოტა ძვირი, მაგრამ ახლა ნელ-ნელა გაიაფთები და ბევრია ხალ შემოდგომაზე. დათესილი და წამოვა კაი. კარგული. ხასხასა ნიორი. გადაწყდა პრობლემა. პრას ჯობნებია გაზაფხულზე ნიორი თან უფრო იაფია. არა მაგიტომ უფრო გებრიელია მე მგონი. კაი ბატონო, იყოს მას. პრასი ჩვენ სხვაში ვიხმაროთ, ტოლმაში გამოვიყენოთ ისე და ამ დროს გავაკეთოთ ეს. შენ დაგეჯერება, მაი ყვავილით არ გაფრინდე მაგის მეშინია. მაგისთვის ვთქვათ რომ ერთ დღეს გონია დაატრიალდება პროპელერივით და გაფრინდება. გაფრინდებიან ჩიტები, აი ეს ქვეყანა ჩიტების. აი რას აკეთებს პროდიუსერი, რაში გვჭირდება? დირიჟორივითაც ყველა რო ხელებს იქნებს. და ის ორკესტრი ვინისაც ჭირდება? რა ვიცი მე ორკესტრანტებს ვიცნობ. ჩავდი ჩამთაში, წაწეულია ხმარდია. აი, გამოვღოთ. მე ვიცნობ ორკესტრის წევრებს, რომლებიც ამბობენ რომ იმის გარეშეც ვიზამთ ჩვენ. აბა დირიჟორის ფუნქცია არაფერი აღარ ყოფილა ეს არ ვიცი მე ნინო მე არ ვიცი სამუსიკო ხელოვნებაში მე რა მეკითხა მუსიკის ტონი ერთი ისიც არ ვიცი ერთი მოკლავენ დირიჟორები ხა დირიჟორებს გადაკიდებოდა არ მეკიდები მიყვარს კაცო გიждები კაი მუსიკაზე მაგრამ დირიჟორებთან რა შუაში ვარ მაგრამ გონია რომ პროდიუსერი ზედმეტია ჩვენამდე თემა ჩვენი თემა აი რა დროს პროდიუსერი და კვერცხი რა შუაშია ნინო პროდიუსერი კვერცხები ყველასთან კავშირშია რატომ კავშირში რა შუაშია ჩვენი მენიუ შედგება კვერცხებისგან რა მეიგონი ახლა რატო ამდენი ხალხი რა ამდენი ოპერატორი ახლა ეგ სხვანთვარაში ხო მაინც იცი რომ დეკემბერში და თებერვალში ქართველები არიან გაჩერებულები ნინო მე ლაპარაკობ პროდიუსერს და შენ ლაპარაკობ კვერცხზე რა შუაშია კვერცხი და პროდიუსერი დღეს კავშირშია პროდიუსერი კვერცხებთან რა შუაშია უნდა გავაკეთოთ კვერცხები და იმაში კვერცხის აი კვერცხი და რა უნდა გააკეთო ათქვიფო კვერცხი შეჭამო კვერცხი მოხარშო კვერცხი მარტო ქართულ სამზარეულოში 20-მდე კერძია კვერცხის იცი დიახ აბა შენ მარტო ათქვეფილი კვერცხი გონიას რომ 20 კვერცხის დუდ ქაფუნებ და მამან მას ყიყლიყოს გააკეთებ ეგ გონია აბა ორ დღეს მე გავაკეთე მე ერთხელ ხელი მოგიმართოს ნახე რა უნდა არც ჭამა მინდა კვერცხი ნახე ჩვენ უცებ სტუმარი რომ შემოგვესწრებოდა უცებ რომ სტუმარი წამოგვადგებოდა თავზე დედაჩემი სანამ ხაჭაპურის ცხომაზე წყვეტ მანამ დადგამდა მოსახარშად კვერცხს და რასაკეთებდა ახლა მე განახებ დღეს შენაც და თუ დაიწუნებ და არ მოგეწუნება ეგეც ის დღემში სტუმრისთვის არ მიგვირთმევია კვერცხი არა ეხლავე გეტყვი მე აბა რა გითხარი უცებ რომ სტუმარი სადღეს ასწავლო სუფრაზე ჩვენთანაც არასოდეს კვერცხი არ ყოფილა თუმცა რატოა დაჩაგრული არის ძალიან გემრიელი
ექსკურსიაზე რომ მიდიოდი, მაშინ ხომ გატანდნენ მოხარშულ კვერცხებს. არა, მოხარშულ დედალს ნატანდა ჩემი. დედალს. გამოტენილ სუნელით. რა ის კვერცხები ხალო? დედალიც იყო გამოტენილი და დედაჩემი ერთი უნდა მოვიტანო. კვერცხები შესწავლებული გამოტენილი ქათამი, უგემრიელესი. კი, მაგ